ვისებდეთ ჩვენს მტრებს არა მხოლოდ საომარი მოქმედებების დროს, არამედ ზოგადად აკადემიურ ცხოვრებაშიც, ვინაიდან დღეს უფრო მეტად ეს აკადემიური ნაწილი, ნეტვორკინგის ნაწილი, სოციალური გავლენების ნაწილი გეოპოლიტიკაში ბევრად უფრო აქტუალურია, ვიდრე უშუალოდ ცხელი საომარი მოქმედებები. ამისთვის მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება რომელიმე მხრისკენ. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მტერი, სისულელეების ამ შემთხვევაში მთავარი მართველი ერთ-ერთი არის რუსი პროპაგანდისტი, წარმოშობით ებრაელი, ეს არის შნირელმანი, რომელმაც იმდენი სისულელე დაწერა, რომ გადაწყვიტა, რომ მთელი სერიები მქონდეს ამასთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრებით რომელი წლის ნაშრომია ზუსტად არ მახსოვს 2006-ის არის თუ არ ვცდები, სადაც ვაინა პამიძე ქვია თვითონ ნაშრომს და სადაც აი მილიონობით სისულელეს წერს საქართველოზე, აფხაზებზე, ურთიერთდამოკიდებულებებზე, ნაწარმოებულ კონფლიქტებზე და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს მინდა რომ ერთ კონკრეტულ სისულელეზე გველაპარაკოთ. მაგალითად ის წერს და აი თოფჩიშვილს აქვს ძალიან კარგად გარჩეული და აი თუ ამ საკითხებით ხართ დაინტერესებული და ზოგადად რა საკითხებითაც არ უნდა იყოთ დაინტერესებული, ზოგადად ყველა ქართველმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს აი ეს ერთ-ერთი ის სამაგიდო წიგნია რონალდ თოფჩიშვილის ჩავაგდებ აუცილებლად ლინკს, სადაც ბევრ საკითხს განიხილავს და ნუ ერთ-ერთი არის ის კონკრეტული. რომ დავუბრუნდეთ ისევ შნირელმანს, რა არის ის პირველი სისულელე, რაზეც მინდოდა რომ თქვენთვის მომეყოლა. მაგალითად ის წერს, რომ 27-38 წლებში ქართველებმა დაიწყეს ეთნოწმენდა, ეთნოციდი უკაცრავად დაიწყეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ნუ ეთნოციდი და გენოციდი განსხვავდება ერთმანეთისგან, იმიტომ რომ გენოციდის დროს მიდის უშუალოდ ფიზიკური განადგურება, ხოლო ეთნოციდის დროს ხდება უშუალოდ ეთნოსზე დარტყმა, კულტურულ მახასიათებლებზე დარტყმა და მისი სხვა კულტურის გავლენის ქვეშ გადატანის მცდელობა. და საერთოდ წერს რომ 50-თან ანუ თავის თავს უწოდებს მკვლევარს უბრალოდ საშიში ის არის რომ ეს მკვლევარი მუშაობს როგორც ინგლისურ და ასევე სხვა საერთაშორისო ენებზე და რეალურად ჩვენი მხრიდან თუ ჭეშმარიტებას არ დავახვედრებთ ის გავრცელებს საკუთარ სისულელეებს და დააჯერებს სხვა ადამიანებს და უსერიოზულეს პრობლემას შეგვექმნის 10, 20, 50 წლის შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხების წინ წამოწევა. დიდი ალბათობით არავინ არ დაუჯერებს არც 50 წლის შემდეგ, მაგრამ რატო რისკოთ და აქედან დავახვედროთ მეორე მხარეს სიმართლე. წერს ასევე რომ 50-იან წლებში საერთოდ გასახლებას აპირებდნენო ქართველებიო მაცასო და მაგალითად ბერძნები რო გაასახლეს 59 წელს 54 წელს დაბრუნდნენ, იმიტომ რომ ქართველი სტალინი რომ დაიღუპა მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში და აი აქ არის საინტერესო თვითონ თოფჩიშვილის ფორმულირება, როცა ან თოფჩიშვილი იყო ერთ-ერთი ის მკვლევარი, რომელიც ასევე აკადემიურად პასუხობს ამ პროპაგანდისტებს და არის დღემდე ცოცხალია ეს კაცი და დიდი დამსახურების აკადემიკოსია. ასეთ კითხვას უსვამს რომ აი მაშინ რომ მოხდა სხვა ზუსტად იგივე პერიოდებში და უფრო მოგვიანებით რომ მოხდა სხვა სახის გასახლებები, რომ გაასახლეს იგივე მაგალითად ჩეჩნები, რომ გაასახლეს იგივე ყაბარდოელები, ბალყარელები, ინგუშები, ისეც ანუ ამ ისეც მაშინდელი ქართველი ხელისუფლების გადასაწყვეტი იყო და ანუ მაშინ ვინმე მას რამეს ეკითხებოდა. აი ეს მნიშვნელოვანია ამ ნარატივის შექმნაში, როცა მაგალითად სამეურნეო კოლაბორაცია სახელდება რეალურად გერმანელებთან და არა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების შიდა საქართველოს ცეკას გადაწყვეტილება მაგალითად. დღეისათვის სულ ეს იყო, ეს არის სისულელეების პირველი ნაწილი, მომავალ შეხვედრა.